გამომარჯოს ხალხო. გვიანი სალამი ყველას. დაგილოცავთ დღევანდელ დღეს არ ვიჩამიწერია ვიდეო, ამიტომ დღევანდელი დღე არ მივილოცი. და მრავალს დაგასწროთ ღმერთმა სულ ჯანმრთელები და დანარჩენი ყველაფერი იქნება. დილადელი ვიდეო იყო უწუხარდელი თუ გუშინი. ხო და ვიფიქრე რომ დღეს მეთქი ტაძრიდან რომ მოვალ ძალიან ცივა. და იმიტომაც ვია ეს ისეთ ცივა რომ ვერ აქიხსნი. ანუ აქ კონკრეტულად არა, მაგრამ ეხლა მაგალითად ჩამოვედი რა. კარგი. ხო და ვიფიქრე ხა რომ ტაძრიდან რომ მოვალ მეთქი დილას. რო ავტვირთე ის უწუხარდელი ვიდეო, ჩავწერ მეთქი მე ყავაზე გემრიელად. მაგრამ 9-ზე არა 10 წელდა 15 რო წავედით მე და ბარბარე და 6 საათზე დამთავრდა. დღეს სხვანაირი მსახურება იყო და 6 საათზე დამთავრდა. ესე იგი, ჩემი გამიკვირდა რომ ვიყავი უზმოდ და არც კი მომშოვნია ოდნავადაც კი. არა და ბზობას რო ვიყავი ეკლესიაში იცი რა მომევიდა. ბზის ფოთლის სუნზე მომევიდა, ზოგადად ალერგიული და რაღაცა არა ვარ, მაგრამ აი რაღაცა მჭირდა, აი თითქოს მოუსვენრობა, თითქოს აი ადგილს ვერ პოულობდი და აი თან ეს შიმშილი და მაგრამ დღეს ძალიან მაგრად ვიყავ. ეხლა მოვედი საჭმელი შევჭამე, ცოტა დავისვენე. დღეს ჩემ არ ყოფნაში რაც რამე იყო ჩემსა და ბარბარეს არ ყოფნაში ამოწურეს საჭმელი. ხო და ეხლა დიდი ტაფით შევწავ კარტოფილს და ესეც დღევანდელი დღე. ვაიმე, აუ ერთი კომენტარია მოიცადე, უნდა ვნახო. რატო უნდა ვნახო იცი, ჩემთან არ ჩანს, ჩემთან დაიწერა კომენტარი, დილას ჩამიგდო ხათო. მე სპეციალურად შევედი, აი გუშინდელ მანქანაში ჩავწერე ვიდეოს ექიმისგან რო გამოვედი. ეგ მაგ ვიდეოს ქვეშ იყო, მაგრამ ჩემთან არ ჩანს ეგ კომენტარი, მე სპეციალურად შევედი და შევამოწმე, მაგრამ არ ჩანს ეგ კომენტარი. სადა ხარ ხათომ ჩამიგდო რომ მაჩო ვერ ნახე კომენტარი კიდე. არა ხათო, ჩემთან ეგ კომენტარები არ ჩანს. ანუ ორი ხათო ნასუპოვია, მეორე კომენტარიც აქვს ამ ადამიანსო და ხო, ანუ სახელი და გვერდიც არ წერია რაღაცნაირად აქვს. ხო და მოკლედ დავსკრინავ ამ კომენტარს თუ რაც არის და ჩავაგდებ რა. ესეთი გუშინდელ ვიდეოზე წერია. ორი კომენტარი აქვს სრულიად მარტო ორადორი, როგორც ახლა ხათუნამ ნახა. ოღონდ მე ის ერთიც ვერ ნახე და ვერც მეორე ვერ ნახე. ზოგადად ჩემთან არც ერთი არ აჩანს. ეს კიდე არის იმისი დასტური, რომ ხარხნო თუ თქვენი კომენტარების პასუხი არ გავეცი, ესე იგი ფიზიკურად ის ჩემთან არ არის. შეიძლება თქვენ ნახოთ თქვენივე კომენტარი, შეიძლება სხვა ნახოს, მაგრამ მე ვერ ვნახულობ და არანაირი გზა და საშუალება არ არსებობს, რომ მე ის კომენტარი ვნახო. არ არის და მორჩა, ჩემს გვერდზე არ არსებობს. ხო და ერთი ეგეთი კომენტარი წერია დილას ხათომ ჩამიგდო, რომ შენიანი ხო არ არის ახლობელიო რა, იმიტომ რომ იციან ხოლმე ახლობლებმა ესეთი რაღაცების წერა იციან ხოლმე მოკლედ რა და ესეთი რაღაც წერია მოკლედ რა ვიცი რა ვილაპარაკი აქ გამოვედი და მოგიყევით ექიმისგან რო გამოველი რა როგორანაირად და რაღაცებზე ვიბოდიალე ალბათ რა. ეხლა ანუ გრამატიკის მასწავლებელია შემოსული ჩვენს არხზე, იმიტომ რომ მარტო ჩემი არხი არ არის. ჩვენი არხი.
ვინც აქ ვართ ყოველდღიურად. შეველი, მიველი, ჩამოველი, ვერაფერი გავიგე, სკოლაში მასე სწავლობდი. ეხლა ამას აღგონია, რომ მე პირდაპირ ღამე არ მეძინა ამ კომენტარის კიდე კაიხათო შენ დილას მანახე რა და დილას მკითხე ამის შესახებ, თორე რა დამაძინე. ზოგადად მე ესეთ კომენტარებზე ვერ თომი ხოლმე. იცი რატო? აი შენაირი ხალხი რა ესე შესწორებებით რო გამოდის ხოლმე და რაღაცა. ხალისობ ხოლმე. და გეტყვი რატომაც. საერთოდ ვერ მასწავლი გრამატიკას. აი შენაირ სვეცკ საზოგადოებასთან რო მოვხვდები თუ მოვხვდი ოდესმე და ყოველთვის ვცდილობ რომ არ მოვხვდე ეგეთ ხალხში, იმიტომ რომ სადაც ეს ფეშენ ხალხია და ერთმანეთს აებს იებს უსწორებენ და მიხვრა მოხრას, ტყლარწაობას და აფერისტობას, ეგ ჩემი ადგილი არ არის. იქ ჩემი ადგილი არ არის. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აღმოჩნდები ხოლმე და აი მაგალითად თქვათ აღმოჩნდი შენთან. ისე ძვირფასად გაგესაუბრები გრამატიკულად, იმისთანა სიტყვებს გამოვიყენებ, რომ შეიძლება თარჯიმანი დაგჭირდეს, როგორც ვეფხისტყაოსას უნდა გაშინა არსები. ასე რომ ძვირფასო, ძალიან გთხოვთ. ვცდილობ, რომ ძალიან გრამატიკულად მოგმართო. ძალიან გთხოვთ. ნუ ჩაეჩრებით ჩემს მიველი მოველი ჩაველიში ჩამოველიში და შეველიში. იმიტომ რომ სიკვდილამდე ჩემთვის მიველი მოველი ჩამოველი და შემოველი იქნება. შეველი უკაცრავად. ეგეც კი ვერა ვთქვი სწორად. და დამიჯერე სანამ თქვენ ესე არ ელდებოდით მიველი ჩამოველიზე და შეველიზე, სანამ თქვენ ესე ძალიან აღელდებოდით, ერთი ადამიანი უკვე მიეჩვია მაგას და ყოველ ვიდეოს ჩაწერაზე ბორჯომიდან აღარ ჩამორბის, რომ თმით მათრიოს. ამ მიველი მოველი ჩამოველი და ქალი შეეგო ამდენი ხანი და სუმაგას მეჩხუბებოდა ფატიმა, რა მე მიეჩვია, როცა საჭიროა ვლაპარაკობ მასე და როცა ჩემი საზოგადოება, ჩემი სადაქალოა, ჩემი სამეგობროა და ჩემი ვიდეოა, ხან ჩამოველი, ხან მიველი და ხან შაველი. შეველი. შაველიც კაი სიტუა სხვადასხვა. ასე რომ, აი ესეთ კომენტარებით ვერც რა ქვია ხასიათს წამიხდე, მით უმეტეს ოღონდ იცი რამდენი ხნის წინა ვიცერი ეგეთ რაღაცებს. ხო და მიუხედავად თან როგორ უნდა ვთქო და იცი მან შეგიძლია შემისწორო ამერია. ანუ თან ხო ვერაფერს ვერ დამაკლებ მაგით რა და რა დაგადგა. ხო, რაც შეეხება სკოლაში მასე სწავლობდი. კი, ჩვენ მარტყოფელებს საკუთარი მიველი მოველი ჩამოველი და შემოველი გვაქვს. და საზღვარს რო ვწდებით, სვეცკდებით, რომ ეს შენაირმა საზოგადოება მიგვიყოს და არ გვითაკილოს რა. მე მინდა შემოვალ აქა და მინდა გამოვალ. ოღონდაც არა. ოღონდაც არა, რამდენი არ მითქვი. რამდენი ხანი არ მითქვი. ხო და დაიცახათო, მოიცა მეორე კომენტარი. ხო, ეს დაუწერია ჩემს ფეხს ექიმი არ ეღირს. აი, მანდაც დაუწერია. და ჩემთან არ ჩანს ეს კომენტარი, ხა სპეციალურად უნდა შევიდე და ვნახო. აი, მასეც რომ აქ ვლაპარაკობ იმას გამყიდველზე ალბათ, ხო? რაღაცა მსგავსი უწერია, რომ ანუ თქვენ იცით, რომ არ მიყვარს რაღაცის საყიდლად რო შევალ და ხო, მე და ბარბარე რო ვიყავით რაღაცები რო უყიდეთ და მაგაზე ვამბობ, ზუსტად მაგაზე ვამბობ. რომ გავლილი რო ხარ რა, გადიხარ ეს დახლებს შორის და ვიღაცა რო რაღაცებს გაცმევს მაგაზე ვაკ და არ მიყვარს მეთქი ესეთი გამყიდველი მეთქი, რომ მოგახტებაზე. აი მასეც რომ არ გაინწრება გამყიდველი, ისიც არ არის მოსაწონი. აქ ევროპაში, უკაცრავად, თქვენ ევროპაში ხართ, ჩიგ ევროპაში.
აქ ევროპაში მასია შემოგთავაზებს მოვა და გეხმარო კითხავს და აი თუ ეტყვი არაო მაშინ გაცლის თუ არ მოგწონს მას ეთქცევა უთხარი მაცალე თქო და გაცლის არა მას დამაც გეფიცებია აი ხა აი აქ ხსნი ადამიანურად ვერ ეტყვი დამაცადეო იმიტომ რომ გაცვია უკვე ყველაფერი გაცვია და შენი რაც გაგხადეს ის არ იცი სად არის ეს შიგ ევროპაში ყოფილა და იქედან მიწუნებს ლაპარაკს მე შიგ ევროპაში არ წავალ ასე რომ შიგ მარტყოფში როგორც ვლაპარაკო ამასე დამაცადე გენაცვალე და შენ შიგ ევროპაში ილაპარაკე მასზე ხო და გამყიდველებს კიდე შენ არის დარდო მე მივხედა ხათო გენაცვალე შიგ ევროპაში რო იყოფილა არ ვიცოდი ეს ერთი წუთი ეგ იყო რომელი ფეხზე ექიმი არ იღებსავენ ხა მან უნდა შევიდე და ვნახო თუ არის ეგეთი კომენტარი საიდანაც შემიძლია პირდაპირ გადავიდე სად არის აი ხათო წერეთ ხა დედო აი ჩემს ფეხს ექიმი არ იღებსა ორი წამით ეხავენ ამას დავაპაუზებ რეკლამას და ნახავ შიგ ევროპელის კომენტარს პასუხი არ არის გაცემული აი შეხედეთ პასუხი არ არის გაცემული ისეთი კომენტარები რომ მოვძებნო კომენტარები არ იძებნება ანუ ჩემთან არ არსებობს ისეთი კომენტარი მაგრამ ფაქტი არის რომ აი ორი კომენტარი ხათუნას აქვს დასკრინული არ ვიცი აი ხა ეს სათითაოთაოყვები და მართლა მაინტერესებს რომელიმე მანან რო შეეწერ იქნება ეს მაია არის ჩემი მარტყოფელი არ აი არა всё და მთავრდა თან ხო გეუბნებით ანუ კომენტარები ყველა მაქვს ჩართული ეხლა ნახე განახებთ პირველივეა მონიშნული პირველი ნიშნავს რომ არ დაყოვნდეს არც ერთი კომენტარი ჩართული მაქვს მაგრამ დაყოვნდეს კი არა საერთოდ არ აჩვენს ეს ჩემი ბრალი არ არის ეს არის YouTube-ის ხარვეზი ასე რომ შიგ ევროპაში მყოფი ხალხი პასუხი რო არ გავეცი იქ არ ეწყინოს მეთქი და აქ გაგცემ პასუხს არა ხალხია რა არ დაგეზარა ან ნახე რანაირი კაცებია რამდენიმე ხანი უნდა უყურო ადამიანს ზოგადად რომ წარმოდგენა გქონდეს მასზე რო გეყურებინა 4-5 ვიდეო დავიჯერო ეს 4-5 ვიდეოს შემოველი ჩამოველი მაგას ვლაპარაკო ხან ისეთი ღვთიური ვარ და ხან ისეთი მაღალ ფარდოვან სიტყვებს მოვშვები რომ თვით რუსთაველსაც გაუჭირდებოდა განხილვა საკუთარ ვეფხის ტყაოსანზე უარესად ასე რომ რა თიტანი არა ზოგადად აი YouTube რო გავაკეთე და რაღაცა ის გავსი აი უწყინვითომ უწყინ არის ხო იცი არ გეწყინოს მაგრამ კომენტარები წამოვიდა ღმერთო ისე მოქმედებდა რომ რა იყოს აი შემეძლო რომ მთელი ღამე სიზმარში ეკმენახა იმდენად ვნერვიულობდი მე მაგ კომენტარების გამო სადღაც 5-6 თვე ყველა ვიდეო წავშალე და ის დაწყებული საქმე გავაჭრე მე ვიფიქრე ზოგადად არ მიყვარს ესეთი რაღაცა მე როდესაც რაღაცა სიწყებ ის ან უნდა გააგრძელო ან არ უნდა დაიწყო უნდა ცოტა გათვალო სანამ დაიწყებ რა რომ დაიწყებ უნდა გააგრძელო არ უნდა გაჩერდე ხო და მე გავჩერდი მე ვიფიქრე მაგაზე კარგ ვიფიქრე აც რაც ჩავიტარე და დავიწყე ახალიდან ეხლა რომ გითხრათ რომ საერთოდ არა მოქმედებდა და იმის მერე რა არა მოქმედებდა ორმაგად მოქმედებდა და ასმაგად რაღაცა კომენტარები იყვნენ ზოგს იქვე გავცემდი პასუხს ზოგს რო იტყვიან შემოbrunდებოდა აქეთ ჩვენ მხარეს ზოგი მე რაღაცები შავნერები ხოლმე და ბლოკავდი და ასე რომ ბევრი მეთოდი ვცადე
მსგავსი კომენტარებისგან თავის დასაცავად არა. მსგავსი კომენტარებისგან ცი რამ ხრივ ვიცავდი თავს შიგნით არ ემოქმედა რა და ჩემგან წყობაზე და ჩემ დღის გეგმაზე და ჩემ შვილებზე მე ხო ადამიანის ხასიათი გადადის სხვა იმაზეც ხო ელემენტარული საქმეს ვერ ვაკეთებდი ხოლმე რაღაცა და მერჩივნა რომ აღარ ჩამეწერა ვიდეო ანუ მქონდა ეგ მომენტი მაგრამ მე ვიფიქრე ან დაიწყებ და არ გაჩერდები ან აღარ დაიწყებ და მე იმდენად მინდოდა ამ საქმის გაგრძელება რომ მივხვდი რომ ესეთი კომენტარები იყო უბრალოდ ჭიაღუა ჩემს არხზე არასოდეს უზდელურად არ გაგცემთ პასუხს მაგრამ იგივე ტონით გაგცემთ პასუხს აი ეგ ვისწავლე და არასოდეს ნერვე მოშლილი არ გაგცემთ პასუხს ზოგადად მამაჩემისგან ძალიან მაგარი რაღაცა შემხვდა გენეტიკურად და მემკვიდრეობით რომ ანუ როდესაც რაღაცას არ ეშველება არ ამნერვიულობ და იმის მაგივრად რომ ვინერვიულო ვცდილობ რომ გამოსავალი ვიყო ხო ეგ მე დავამატე მამაჩემის გენეტიკას მეორეს მეორე ნაწილი ანუ ნერვიულობას რა აზრია არაფერი აი მაგას მივაწექი რომ იტყვია დავიწყე ხან დავბლოკავდი ხან ვუპასუხებდი ხან მებრაზებოდა ხან ისე ვფიქრობდი გაჩერებაზე და მე ვივხვდი რომ რატო აი ვინ არის ვიღაცა ვინ ჩემზე უნდა იმოქმედოს როცა შეუძლია YouTube არხს პირიქით დადებითი მომიტანოს თუნდაც ის რომ ძალიან ბევრი თქვენგანი და ძალიან მაგარი ხალხი შევიძინე და ძალიან ბევრნი ახლობლობთ ჩემთან და ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის მე კიდე ის რომ ჩემი პროფესია ბევრი რაღაცა დახატულები რაღაცები ამ ხრივ ისავქენი გავყიდე და ძალიან ბევრმა ჩემო გამომწერმა იგარისთვისაც მადლობა მათ კიდევ და კიდევ ის იყო რომ ჩვეულებრივ ხალხი ჩვეულებრივი სამსახურია მით უმეტეს აი ამ წამს ჩემთვის როდესაც არ გავდივარ და არ ვმუშაობ სადღაც 200-დან 300 ლარამდე თვეში მაქვს და ერთი მითხარით აი ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე ვიღაცის კომენტარის გამო ჩემთვის გახდება ვაიმე არანაირად და დღეს მაგალითად დღეს კი არა ამ თვეში როდესაც უკვე სახლში ვარ და შემიძლია უფრო მეტი დრო დავუთმო ჩემს საყვარელ საქმიანობას და უფრო მეტი გამოვიმუშაო თუნდაც რატომაც არა გამომუშავება არ ახდება ხალხის ხარჯზე რაც მთავარია არა ვიღაცა იქნება აქ და იტყვის რომ ხალხის ხარჯზე არა გენაცვალე ვისაც სურვილი აქვს უყურებს და ჩემთან ერთად არის და შესაბამისად იმ პერიოდში როდესაც ჩემს არხზე რეკლამები ირთვება ის მიხდის მე თანხას მე არ მიხდის Google-ს უხდის თანხას და Google მე კაპიკებს მიყრის მაგრამ ის კაპიკები ჩემთვის რაღაცა წარმოადგენს ნამდვილად და არაერთხელ გამომიყენებია ძალიან დაუნახავი უნდა იყო ადამიანმა რომ ეს თქვა იმიტომ რომ მთელი ექსკურსიები ეს წლების განმავლობაში მთელი ცეკვის გასტროლები და ეგეთი რაღაცები მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ლაშასთვის აღარ გამოგვერთმინო ფული და რაღაცებში მეც დავხმარებოდი ხო და ძალიან დაუნახავი უნდა იყო რომ თქვა რომ კაპიკებს მაძლევს Google-იო არა იმუშავე და მოგცემს ხო და შესაბამისად რადგან მე ამ თვეში სახლში ვიყოფები ამ თვიდან არ ვიცი როდემდე სახლში ვიმყოფები მიუხედავად იმისა საროჭკებს კი ვხატავ მაგრამ ეგეც მაგრამ ეს ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე დიდი ხანი ვერ ვზივარ ერთ პოზაში რომ საროჭკა დავხატო და ამიტომ რადგან სახლში ვარ გადარბენა აღარ მაქვს იმისთანა და გაიქე გამოიქე აღარ მაქვს და შემიძლია რომ ჩემს საყვარელ საქმიანობას YouTube-ს დავუთმო გარკვეული ნაწილის ძირითადი ნაწილასაც ადრე ვუთმობდი ხოლმე და ავიღო თუნდაც სამმაგი ხელფასი რატომაც არა და ეხა მითხარი შენ რატომ უნდა გავგიჟდე შენ კომენტარზე დამწყდეს გული როდესაც მე მთელი ცხოვრება ჩემთვის მიველი იქნება ჩამოველი იქნება და შეველი იქნება და ეხა შენ თუ ძალიან ნერვოზი გაქვს მაგაზე აი დარდი რა ოღონდ მართლა ამასობაში კარტოფილით შემომრეცქნა შემოყარგებო ეხლა ამას
გავრეცხავ და გავრეცხავ უნდა თქვა, თორემ მე ახლა გონიათ რომ არ ავრეცხავ ხოლმე და აღარც მაგათინებია. გავრეცხა და შევწვა. თქვენ კი დაგემშვიდობებით და თუ რაღაცა კომენტარს დაგულებული არ მაქვს ხოლმე, ესე იგი ჩემთან არ ჩანს და ჩამიყარეთ. ვიდეოს თემაც არის ხოლმე მშვენივრად ვერთობით. წავალთ ახლა აბა კარგად იყავით, მაგრად იყავით. ხანდახან ისე გაგცემთ ხოლმე პასუხს, ვინცაც იქვერავცემ პასუხს და შესაბამისად ვიდეოს თემაც მაქვს. არანაირი ცინიკური ახსნა განმარტება არ არის, თუ შენ ეხა მიყურებ და გონია რომ ძალიან ცინიკურად გაგეცი პასუხი, მოდი 1-4-5 ვიდეოს გადახედე, სადაც ასევე ვესაუბრები ჩემს მაყურებლებს და როგორი მეტყველების სტილიც მაქვს შინაურებთან და რას ვეცკებთან. მე გამოიტანე დასკვნა. ასე რომ მე სულ ესე ვმეტყველე. 38 წელია. ნუ კარგი. ცოტა მეტი. 39. 38-ს ვარ უკვე. ხო, ვარ. გავდილო. ხო და კარგად იყავი. ბევრი მეკითხებით ხოლმე რომ ასაკიო და ასაკს არ უმალავ და არც არასოდეს არ დაუმალავ. რავი, რაზე უნდა უმალავ. რამდენისაც ვარ, იმდენისა ვარ. წავიდე. ბედნიერი დღე ყველას. აბაჰი.